კალენდარზე 12 მაისია და ეს დრის შეჯამებაა ალექსეი პეჩეისთან ერთად. ამ გამოშვებაში ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე. ტრამპის ზავის ფიასკო უკრაინაში. რუსეთმა განაახლა მასშტაბური დაბომბვები უკრაინაში, მაგრამ კრემლი ცდილობს ზავის ჩაშლის ბრალეულობა სწორედ კიევს დააკისროს. ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო პუტინი კვლავ ბელარუსიდან ბირთვული იარაღით იმუქრება. ეს პირდაპირ იმუქარაა უკრაინის ჩრდილოეთისთვის, თუ კიდევ ერთი ბლეფია, რათა უკრაინული ძალები ჩრდილოეთისკენ გადაიყვანონ. ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დღეს ნამდვილი დაკითხვა მოუწყვეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰექსეტს. კერძოდ კითხავდნენ, სად დახარჯა ტრამპის ადმინისტრაციამ თითქმის 30 მილიარდი დოლარი, რომელიც ირანთან ომში დაიხარჯა. ასევე კითხავდნენ, საერთოდ რისთვის არის ეს ომი და რა არის საბოლოო მიზანი, მაგრამ მაინც თავარი კითხვა. კითხვა, რომელიც განიხილებოდა, იყო რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი მომავალი წლისთვის, რომელიც 1,9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. და იქ ნამდვილად არის რაზეც უნდა ვისაუბროთ. და რა თქმა უნდა, ამ გამოშვებაში ვილაპარაკებთ უკრაინულ სასამართლოზეც. ანდრეი ერმაკის საქმე შეჩერებულია, რადგან დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ აერჩია. სხდომა გადაიდო მომდევნო დღისთვის. თუმცა ნაბუმ კიდევ 6 ფიგურას საოყენა ბრალდება. ამ საქმეში ფიგურანტებად არიან ჩერნიშევი, მინდიჩი და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფიგურა. ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში პირიქით დაიცვეს. აგიხსნით როგორ მოხდა ეს. ასევე განვიხილავთ ახალი პანდემიის ჭრილს. ჯერ ეს მხოლოდ ლოკალური აფეთქებებია, მაგრამ სიტყვა ვირუსი ან ჰანტავირუსი დღეს ისევ აშინებს მსოფლიოს. რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მიანიშნეს, რომ დიდი პანდემია ალბათ გარდაუვალია. საერთოდ ამ ყველა თემას თქვენთან ერთად განვიხილავთ ამ გამოშვებაში. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და ლაიქეთ ვიდეო. დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. მისი ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქორწმებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მაშასე, შენ და ყველაფერს თანმიმდევრობით განვიხილავთ. დონალდ ტრამპის ზავი ოფიციალურად დასრულდა. დღეს 12 მაისს ზუსტად სულ საათზე კიევის დროით ოფიციალურად შეწყდა სიჩუმის რეჟიმი. ეს რეჟიმი დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად უკრაინას მოახვია 9-დან 11 მაისის პერიოდში. სამწუხაროდ შედეგები დიდხანს არ დაუგვიანებია. უკვე 12 მაისის პირველივე წუთებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დააფიქსირეს მასობრივი რაკეტებისა და უპილოტო აპარატების გაშვება. რუსეთმა ჩვენზე საჰაერო თავდასხმის საკმაოდ დიდი რაოდენობის საშუალებებით დაგვართვა. გენშტაბში აღნიშნეს, რომ უკრაინის მიმართულებით მიფრინავდნენ შაჰედის უპილოტოები და ფთოსანი რაკეტები. რუსები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის საზღვისპირა რეგიონების ეს 300-ის ტიპის საზეინტო რაკეტები დაბომბას. და დღის ბოლოსაც. სამწუხაროდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა უპილოტოებმა თავდასხმა განახორციელეს საცხოვრებელ სახლზე კრივოი როგში. სამწუხაროდ არიან დაღუპულებიც და დაჭრილებიც და მათ შორის სამწუხაროდ ბავშვებიც. უნდა გავიგოთ, რომ ეს 72 საათის ზავი რუსებმა გამოიყენეს მხოლოდ საბრძოლო მასალის დაგროვებისა და ჩვენი პოზიციების შესწავლისთვისაც. ჩვენ თითქოს ვხედავთ ამ შეთანხმებების ფასს. სამწუხაროდ ისინი იზომება ახალი კრატერებით ჩვენს ქალაქებში და იმ ადამიანების სისხლით, რომლებმაც შესაძლოა დაიჯერეს, რომ სიმშვიდე დადგა. აქედანაც ნათელია, რომ ასეთი პაუზები არაფერ კარგს არ მოიტანს. ამასთან მოსკოვი მაქსიმალურად ცინიკურად იქცევა. დღეს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თითქოს კიევმა განახორციელა იქ უზარმაზარი რაოდენობის, ისინი ათასობით ითვლიან დაბომბვები ამ 3 დღის განმავლობაში. და რუსეთი იძულებული გახდა. თავი დაეცო, რა თქმა უნდა. არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, მაგრამ ეს ტყუილი უკვე ვრცელდება მედიაში. ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთი ამ 3 დღის განმავლობაში უბრალოდ არ ისვენებდა, მათ მოახერხეს რეზერვების გადაყვანა, ასევე ახალი დრონების მოლნიას გადმოყვანა, რომლითაც დაიწყეს უკრაინული პოზიციების უფრო მასიური შეტევა. სამწუხაროდ ეს იყო კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომა თეთრი სახლის მხრიდან, რომელმაც პუტინს მისცა ლოგისტიკური ფანჯარა. ტრამპი. მან, ვინც 24 საათში მშვიდობას პირდებოდა, დღეს რეალურად მიიღო კიდევ ერთი რეპუტაციული კატასტროფა, რადგან მისი სამშვიდობო ინიციატივა მხოლოდ რუსეთის შეტევის გაძლიერებას გამოიწვია. მაგრამ თავად ტრამპი, რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობს.
და სანამ უკრაინა საჰაერო თავდასხმებს იგერიებდა, ჩრდილოეთიდან კიდევ ერთი საფრთხე გამოჩნდა. ბელარუსი მასშტაბური შეიარაღებული ძალების შემოწმების დასრულების შემდეგ გააგრძელებს სამხედრო ნაწილების მიზანმიმართულ მობილიზაციას საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად. ამის შესახებ განაცხადა ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ვლადიმერ პუტინმა აშკარად დაავალა მას გარკვეული ამოცანები. შემდეგ ციტატა ლუკაშენკოსგან. შემდეგ, როგორც დავფირდი, ჩვენ მიზანმიმართულად მოვახდენთ ნაწილების მობილიზაციას, რათა მოამზადოთ ისინი ომისთვის. გმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება შევწუოთ. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი არ დასრულდება, რომ არმიის ხელმძღვანელობა და პირველ რიგში მინისტრები, თავდაცვის მინისტრი ყველაზე სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც ამ შემოწმების შემდეგ გამოვლინდა. და რა თქმა უნდა, ყველანი ხვდებით, რომ თუნდაც ბელარუსები ხვალ არ გადავიდნენ შეტევაზე, ჩვენი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მაინც იძულებული იქნება ფრონტის ხაზიდან ჩრდილოეთ საზღვარზე გადაიყვანოს საბრძოლო მზადყოფნის ნაწილები. ეს კრემლის მიერ ჩაფიქრებული იდეალური გაწელვაა, რათა აღმოსავლეთში ჩვენი თავდაცვა დასუსტდეს ზაფხულის შეტევითი კამპანიის წინ. და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსები მაინც ამზადებენ შეტევით კამპანიას. და ცალკე უკვე რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი კვლავ დაუბრუნდა ბირთვულ მუქარებს, როცა ბელარუსში განთავსებულ ორეშნიკის რაკეტებს გაიხსენა. ამასობაში შეერთებულ შტატებში შიდა სიტუაციაც არ არის მშვიდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი დღეს მკაცრად დაკითხეს კონგრესში. ირანთან ომზე ხარჯების ზრდისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაფიო სტრატეგიის არარსეობის გამო. მოსმენების დროს კანონმდებლები, რომლებიც პენტაგონის ხარჯებს აკონტროლებენ, ითხოვდნენ განმარტებებს მილიარდიან ხარჯებთან დაკავშირებით კონფლიქტზე და აშშ-ის შესაძლო საომავლო სამხედრო მოქმედებების გეგმებზე ახლო აღმოსავლეთში. დღეს პენტაგონის ოფიციალური შეფასებით აშშ-მ ირანთან ომში თითქმის 30 მილიარდი დოლარი დახარჯა. მოსმენები. კონგრესში ოფიციალურად განიხილებოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეკორდული ბიუჯეტური მოთხოვნა 1.5 ტრილიონი დოლარის ოდენობით თავდაცვითი ხარჯებისთვის 2027 ფინანსურ წელს. ამავე დროს ძირითადი ყურადღება გამახვილდა სწორედ აშშ-სა და ისრაელის ომზე ირანის წინააღმდეგ. და აი დემოკრატებმა პიტ ჰექსეტს ახსნა განმარტება მოსთხოვეს. სად იხარჯება ფული და მთავარი, რისთვის, რა არის მიზანი, რა შედეგს ველით. ჰექსეტს კითხეს, აქვს თუ არა პენტაგონს გაყვანის ან გადაჯგუფების გეგმა, იმ შემთხვევაში თუ კონგრესი არ დაუჭერს მხარს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი და შემდეგ მოხდა მისი ციტატა. ჩვენ გვაქვს ესკალაციის გეგმა, თუ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გვაქვს უკანდახევის გეგმაც, თუ ეს საჭირო გახდება. ჩვენ გვაქვს რესურსების გადანაწილების გეგმაც, მაგრამ დეტალებს არ გავამხელ. ამასობაში თეთრ საფში მიანიშნებენ, რომ დონალდ ტრამპს ნაკლოვანებები აქვს. კმაყოფილება იმით, თუ როგორ აწარმოებს ირანის მხარე მოლაპარაკებებს ომის შეწყვეტის შესახებ და ახლა ის უფრო სერიოზულად განიხილავს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას, ვიდრე ბოლო კვირების განმავლობაში. წყაროების თქმით, ირანის ბოლო პასუხმა, რომელსაც დონალდ ტრამპმა სრულიად მიუღებელი და სულელური უწოდა, თეთრი სახლის რამდენიმე ოფიციალური პირი დაეჭვა. მზად არის თუ არა თეირანი მოლაპარაკებებზე სერიოზული პოზიცია დაიკავს. წყაროები ამატებენ, რომ ადმინისტრაციაში არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა შემდგომი ქმედების გზას ურჩევენ. ზოგიერთი, კერძოდ კი პენტაგონის ოფიციალური პირები, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული მიდგომის მომხრეები არიან ირანელებზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. რა თქმა უნდა, მათ შორის მიზანმიმართული დარტყმები, რომლებიც კიდევ უფრო დაასუსტებს თეირანის პოზიციას. სხვაები კი კვლავაც ამტკიცებენ, რომ დიპლომატიას უნდა მიეცეს შანსი. გახსენეთ, რომ ორშაბათს დონალდ ტრამპი კვლავ შეხვდა თავის ეროვნულ უსაფრთხოების გუნდს თეთრ სახლში, რათა განეხილა შემდგომი მოქმედებების ვარიანტები. და ეხლა მოლაპარაკებების კურსის მცოდნე წყაროები ამბობენ, რომ ნიშნულოვანი გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში, ჯერ არ მიუღიათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებენ პრეზიდენტის ჩინეთში განგზავრებამდე. გახსენეთ, დონალდ ტრამპი უკვე ამ პარასკევს მიემგზავრება ჩინეთში. ამასთან უკრაინის შიდა პოლიტიკურ ფრონტზეც არ არის სიმშვიდე. დღეს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მაინც გადადოს ხდომა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საქმეზე. საუბარია 460 მილიონი გრივნის მითვისებისა და გათეთრების საქმეზე.
ამ გახმაურებული საქმის ყველა დეტალს იხილავთ ჩემს YouTube არხზე ცალკეულ გამოშვებებში. თუ ჯერ კიდევ ახართ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი, გადადით არხზე და ნახეთ ცალკეული გამოშვებები. რომ სრულად იყოთ საქმის კურსში, აქვე მინდა მოვიყვანოთ ანდრეი ერმაკის ციტატა პირველი სასამართლოს ხდომის შემდეგ. დავამახვილებ ყურადღებას, რომ დღეს არაფერი მიუღიათ, არანაირი ახვეთის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა. და ერმაკი ბრეს წერს. გაიარა პირველი სასამართლოს ხდომა საქმეზე, რომის ფარგლებშიც მე შემატყობინეს ეჭვმიტანილობის შესახებ. ადვოკატებთან ერთად მუშაობთ საქმის მასალებზე. პირველი გაცნობის შემდეგ შემიძლია გავიმეორო ის, რაც ჟურნალისტებს უთხარი. ეჭვმიტანილობის შეტყობინება უსაფუძვლოა. როგორც 30 წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი, ყოველთვის ხელმძღვანელობდი კანონით. და ახლა ზუსტად ასე დავიცავ ჩემს უფლებებს, ჩემს სახელს და ჩემს რეპუტაციას. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის კანონების ფარგლებში. მე ღია ვარ ყველა საპროცესო ქმედებისთვის. ამავე დროს საჭიროდ მივიჩნევ ყურადღება გამომახვილო აშკარაზე. ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებზე ხდებოდა უპრეცედენტო საჯარო ზეწოლა, რათა ჩემს მიმართ შეედგინათ ეჭვის შეტყობინება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური განცხადებებისგან, მედია კამპანიებისგან და ნებისმიერი სახის ზემოქმედებისგან. მე ვრჩები უკრაინაში, გავაგრძელებ ადვოკატურ საქმიანობას. გეგმავ სამხედროებთან ფრონტზე წასვლას, ვიმუშავებ მათ მოთხოვნებზე. ხარი დაუჭირო ჩვენს დამცველებს, ყოფილ სამხედრო ტყვეებს და მათ ოჯახებს. იმიტომ რომ ეს ჩემი ქვეყანაა და ჩემი ვალდებულება. ამ განცხადების შემდეგ კი დღესვე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა კიდევ 6 ორგანიზებული ჯგუფის წევრის მიმართ ეჭვის შეტყობინების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ფულის გათეთრებას ელიტური რეზიდენციების მშენებლობის გზით ახორციელებდნენ. ერთზოდ საუბარია უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერზე ალექსი ჩერნიშევზე და ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩზე. ხოლო ვოლდიმირ ზელენსკი სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში პირიქით გაამართლეს. SAP-ის ხელმძღვანელის ალექსანდრ კლიმენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი არ ფიგურირებს წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში, რომელიც დინასტიის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმეს ეხება. რაც შეეხება ანდრეი ერმაკს, მასზე ახვეთის ღონისძიების შერჩევა დღეს ვერ მოხერხდა. ერმაკის საქმეზე სასამართლომ პაუზა აიღო ხვალამდე. მისი დაცვის მხარის გამოსვლა 13 მაისს 12 საათზე ადაგეგმილი. ასევე იქნება სხდომის დახურული ნაწილი, მაგრამ ერმაკის ადვოკატები უკვე ამბობენ, რომ იმედოვნებენ, საქმე უბრალოდ დაიხურება. და ბოლოს, სიახლე, რომელიც სხვა ტიპის შეშფოთებას იწვევს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეელიან სასიკვდილოდ საშიში ჰანტავირუსით დაავადებების ზრდას. იქ აღნიშნეს, რომ ვირუსის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს კვირებში ავადმყოფთა რაოდენობა ნამდვილად გაიზრდება. ჰანტავირუსი დაუდასტურდა 9 მგზავრს საკრუიზო ლაინერიდან ჰონდიუსი. და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ანდესის ჰანტავირუსის უფრო მასშტაბური აფეთქების დაწყების ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ვირუსი კვლავ გადამდებია, რადგან მგზავრები აქტიურად კონტაქტობდნენ ერთმანეთთან. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 6-დან 8 კვირამდე გრძელდება. ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდება. საუბარია ანდესის ვირუსის იშვიათ შტამზე. ეს არის ჰანტავირუსის ვარიანტი, რომელსაც შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში. ინფექციის ლეტალობა შეიძლება 40%-მდე იყოს. ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ ლაინერზე 3 ადამიანი დაიღუპა. ესენი არიან ნიდერლანდების ცოლ-ქმარი და გერმანიის მოქალაქე. დაავადებულებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, აშშ-ს, საფრანგეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. საერთო ჯამში ბორტზე იმყოფებოდა დაახლოებით 150 ადამიანი 23 ქვეყნიდან. ასევე იყვნენ 5 უკრაინელი, კარანტინში მოხვდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მგზავრები, ეკიპაჟი და ისინი, ვინც მათთან კონტაქტში იყო. მოდით შევაჯამოთ გასული დღის შედეგები. დღეს ტრამპმა პუტინთან კიდევ ერთი დიპლომატიური რაუნდი წააგო. ლუკაშენკომ არმიის შეკრება დაიწყო. ამერიკა დაკავებულია ირანთან თავისი ომით. მაგრამ ჩვენი საკუთარი კორუმპირებული პირები აგრძელებენ ხალხისა და დასავლელი მოკავშირეების მოთმინების გამოცდას.
ამით დავასრულებ. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასტმები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიცლეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.